თუ აქამდე მივა ჩვენი აზროვნება, რომ ნებისმიერი რაც კანონში ჩაიწერება, ჩვენ მივიღეთ მოცემულობად, როგორც 10 მცნება და ბიბლია და კითხვა არ დავსვით და არ გაგვიჩნდა პროტესტის გრძნობა, უნდა შევასრულოთ თუ არა ის, ჩვენ შინაგანად მაინც მივალთ ჩრდილოეთ კორეის დონემდე და ვიქცევით იმ საზოგადოებად, რომელიც ჩვენ ახლა ასე შორეული გვეჩვენება. ამის პოტენციალი სამწუხაროდ აშკარად ჩვენ საზოგადოებაში არსებობს. კანონის აღსრულება უნდა მოხდეს. კანონის აღსრულება უნდა მოხდეს და ეს კი ბატონო, კანონი არის იმისთვის, რომ მისი აღსრულება მოხდეს. მაგრამ როგორია კანონი? ანუ ნიშნავს კი ეს ხო არ არის ბიბლია და კანონი არ არის არც ბიბლია, კანონი არ არის არც 10 მცნება. რომელშიც არ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ. კანონი არის თუ არა სამართლიანი, ამაში საზოგადოებას აუცილებლად უნდა ქონდეს ყოველთვის ეჭვი, იმიტომ რომ ხელისუფალი მიდრეკილია კანონის გამკაცრებისკენ. სხვადასხვა ქვეყანაში კანონები შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვადასხვანაირი. ზოგან შეიძლება იყოს ბევრად უფრო მობიერი, ზოგან ბევრად უფრო მკაცრი. შესაბამისად, თუ კი ესენი ერთმანეთისგან განსხვავდება, ჩვენ ხო არ შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ყველა კანონი სამართლიანი და ყველა კანონი კარგია. რაღაცა აუცილებლად იქნება უსამართლო, მინიმუმ იმ კონკრეტულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ თქვა იმ საზოგადოების წესჩვეულებებს, ტრადიციებს, ღირებულებებს არ ეხმიანება, არ ასახავს და შესაბამისად სამართლიანობის შეგრძნებას ვერ გამოიწვევს. აი ისევ ამერიკასო დაუბრუნდა, მე დავესწარი ერთ-ერთ სასამართლო პროცესს, რომელზეც შოკში ვიყავი, როდესაც საკმაოდ დაბალი განათლების განსასჯელი ეჯდა სკამზე მოსამართლეს და საკმაოდ კაცრი სასჯელი შეუფარდა, ჩემთვის გასაოცარი იყო, მაგრამ მოსამართლე მას იმდენად დეტალურად აუხსნა ამას, რატო აკეთებდა და იმდენად დეტალურად უხსნა 1 საათის განმავლობაში, რა დააშავა ამ ბიჭმა, ძალიან დიდი დრო დახარჯა ამაზე, რომ ეს ბიჭი გავიდა მადლობით. მიუხედავად იმისა, რომ მე დღემდე მგონია, რომ ძალიან მკაცრად დასაჯეს და არ შეიძლება ასე მკაცრად ადამიანებს დასჯა, მაგრამ მაინც მას გაუჩნდა სამართლიანობის შეგრძნება და ეს სამართლიანობის შეგრძნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მოაქვს როგორც სამართლიან კანონს, რა წერია მასში, რა წერია ფურცელზე, რა უნდა ახსოვდეს, ისე ამის ახსნას და სამართლიანად მიტანას მოსამართლის მიერ შესაბამისი დასაბუთებით. და როდესაც უბრალოდ ვიღაცა კონვეიერივით აკეთებს კანონის ინტერპრეტაციას, არა რა ინტერპრეტაციას, უბრალოდ შეფარდებას, როგორც გვენეტაძემ დაწერა დღესდილას ხელოვნური ინტელექტიც გააკეთებს ამას, აიღებს კანონს და მიუსადაგებს, ეს გააკეთა შეუფარდა. დაშიჭირდება ამას ადამიანი და ხელფასის გადახდა. და თან ეს ანუ კანონი უნდა აღსრულდეს, ეს მიდგომაც არასწორია, იმიტომ რომ ანუ გასაგები მიზეზის გამო კანონი შეიძლება უსამართლო იყოს და შენ ამბობ რომ უსამართლო კანონი უნდა აღსრულდეს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში საერთოდ ის პრობლემა არის, რომ ანუ კანონსაც ისე განმარტავენ, როგორც მოსამართლეებს უნდა და სისტემას უნდა, ანუ მაგალითად აი ის მაინც ხო გვიწერია კანონში, რომ ესე რაღაც ადამიანი არ არის სავალდებულო, ეგრევე ციხეში ჩასვა. ანუ ციხე გვაქვს როგორც უკიდურესი ზომა, ყველაზე მძიმე ზომა და მანამდე უნდა გამოვიყვანოთ სხვა რაღაცა. ხო? ეს ხო არ ნიშნავდა, რომ აი ახლა კონკრეტული შემთხვევა რო გვაქვს, კანონი აღსრულდა იმ გაგებით, რომ აი ეს ადამიანი აუცილებლად ციხეში უნდა ჩაგვესვა. არც არ ეწერა, რომ ეს ასეთ შემთხვევაში ადამიანი ციხეში უნდა ჩაგვესვა. ანუ იქ არ ეწერა, რომ ხო. ხო, თუ შენ სუბუქის ზომით ვერ აღწევი იმას, რომ ამ ადამიანის რაღაცა სხვა ადამიანების თავისუფლება და უსაფრთხოება დაიცვა ამ ადამიანისგან, შეიძლება მე მიხვიდე იქამდე. ანუ ჯერ ყველაზე მსუბუქი გამოიყენე მე. ესეცადე არ გამოვიდა, ახლა ჩავსწრებ. რა წერია მაგალითად ჩრდილოეთ კორეის კანონებში და როგორ აღასრულებენ მას. This morning, 21-year-old Otto Warmbier is behind bars in North Korea, sentenced to 15 years in a North Korean prison with hard labor. A visibly shaken Warmbier paraded before cameras, speaking at his trial Wednesday, which only lasted 1 hour. I was used and manipulated. Please, act to save me. Please save my life. Warmbier was found guilty of what the government calls subversion, part of the US hostile policy. ხდება ეს არის ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი სტუდენტი, რომელიც იყო ჩასული სამოგზაუროდ, თავისი პირადი მიზნებით 2015 წელს. და ნუ რადგან ახლა მკვეთრად განსხვავებულ ქვეყანაში აღმოჩნდა და აღაშფოთა იქაურმა წესრიგმა, სასტუმროში დაინახა მორიგი პროპაგანდისტული პოსტერი გაკრული, რომელთაც ეს ჩრდილოეთ კორეის სასტუმროები და ასე შემდეგ არის სავსე და ეხლა თქვენ ალბათ დაინახეთ უკვე კადრში, როგორ ჩამოხსნა ეს პოსტერი. ნერვები მოეშალა ახალგაზრდას და ეს პოსტერი ჩამოხსნა. ეს კამერებმა დაინახეს, ეს ბიჭი წაიყვანეს სასამართლოში, ჩრდილოეთ კორეის სასამართლოში და გაასამართლეს.
ну მიხვდა რა რომ შავ დღეში აღმოჩნდა ჩრდილოეთ კორეის სისტემას დაუპირისპირდა თქვენ ნახეთ ხა როგორ ტიროდა ეს ადამიანი და იხვეწებოდა რომ შეეწყალებინათ მიხვდა რომ სხვა გზა არ ქონდათ ну რასაკვირველი არ შეიწყალეს მიუსაჯეს რაღაც ბევრი წელი ჩასვეს ციხეში და შემდეგ ერთი წლის შემდეგ გადასცეს ამერიკას თუმცა გადასცეს უკვე კომაში მყოფი ოფიციალური მიზეზი იყო რომ დაემართა ბოტულიზმი ციხეში და ჩავარდა კომაში და ვეღარ გადავარჩინეთო და ნუ ამერიკაში გადაცემის ფაქტურად გადასვენების შემდეგ ეს ბიჭი მალევე მოკვდა მაგრამ ნუ სავარაუდოდ ალბათ არანაირი ბოტულიზმი არ იყო ალბათ აწამეს როგორც ამ ბიჭის ოჯახი ამბობდა იქაც ეს იყო კანონი რომელიც შრილოთ კორელებმა მიიღეს რომ აი პოსტერის ჩამოხევის გამო ადამიანი შეიძლება გაუშვან ციხეში და თუ აქამდე მივა ჩვენი აზროვნება რომ ნებისმიერი რაც კანონში ჩაიწერება ჩვენ მივიღეთ მოცემულობად როგორც 10 მცნება და ბიბლია და კითხვა არ დავსვით და არ გაგვიჩნდა პროტესტის გრძნობა უნდა შევასრულოთ თუ არა ის ჩვენ შინაგანად მაინც მივალთ ჩრდილოეთ კორეის დონემდე და ვიქცევით იმ საზოგადოებად რომელიც ჩვენ ახლა ასე შორეული გვეჩვენება ამის პოტენციალი სამწუხაროდ აშკარად ჩვენ საზოგადოებაში არსებობს და ამიტომ ერთადერთი გზა არის რომ ადამიანებო ძალიან გთხოვთ, როდესაც გეუბნებიან რომ რაც წერია ის უნდა შესრულდეს, ნუ იქცევით ჯალათებად და გააღვიძეთ თქვენში სინდისი და იფიქრეთ იმაზე, რამე არასწორი ხო არ წერია ამ კანონში, იმიტომ რომ სხვაგვარად ის აუცილებლად მოვა თქვენამდე, თქვენს წრემდე, თქვენ შეგეხებათ როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ჩვენს უახლეს ისტორიაში და კიდევ მოხდება თუ არ გაახევთ თვალებს. აგერ უფრო ახლოსაც გერმანიაში სულ რამდენიმე წელიწადის წინ, რამდენიმე ათეული წელიწადის წინ, მთელი ეგ ისტორია ის იყო, რომ კანონს ასრულებდნენ მაშინ ნაცისტურ გერმანიაში და კანონით სჭირდნენ ადამიანებს და მე ცნობილი პროცესებიც ყველა მიცის რა არგუმენტები ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც სხვა ადამიანებს რეპრესიებს უწყობდათ და ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა კანონს ვასრულებდით, კანონში გვეწერაოთ, ამიტომ კანონის ასრულება საბოლოოდ იქამდე მივა და კანონი არ ნიშნავს მართლა რაღაცა წმინდა წერილს და ისეთ რაღაცას, რომ ისი გაკრიტიკება არ შეიძლება და კანონი არ არის რაღაცა ზებუნებრივი ძალებისგან შექმნილი, ანუ არის ჩვეულებრივი ადამიანებისგან შექმნილი, ისეთი ადამიანებისგან, რომელიც პირისპიროდ აგიჩნდნენ და ელაპარაკოთ, შეიძლება მილიონ საკითხში არ ეთანხმებოდეთ, განსხვავებული აზრები ჰქონდეთ და საერთოდ ცუდი ადამიანები შეიძლება იყვნენ ესენი, ვინც კანონს მიიღებენ და ამ ცუდ ადამიანებს შეიძლება თავშიც მოვიდეთ ბევრი ცუდი იდეა, რომელიც მე გავრცელდება ჩვეულებრივ უდანაშაულო ადამიანებზე და რაღაც მათი თავისუფლების შეზღუდვას იწვევს ეს ყველაზე სუბუქად რო ვთქვათ იმ ქვეყანაში ჩვენს ქვეყანაში საქართველოში რომელიც თავს იწონებს რომ ჩვენ ვიყავით ყოველთვის მეამბოხე ერი ვთქვათ საბჭოთა კავშირის დროს ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვებრძოდით დამპყრობლებს და არასოდეს არ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხომ ისტორიაში ასე ვსწავლობთ შეიძლება რაღაცა ეტაპზე ვეგუებოდით არსებულ რეალობას და შემდეგ ველოდებოდით საჭირო მომენტს რომ თავი დაგვეღწია ამ ჩაგვრელი დამპყრობლებისგან მაგრამ ჩვენ ხომ იმით ვიწოვნებთ თავს რომ არასოდეს შინაგანად არ შევგუებივართ ჩაგვრას და უსამართლობას და მაშინ დღეს როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ საზოგადოებაში სადაც ადამიანები თავს იმართლებენ იმით რომ ნუ კანონია და რა ვქნათ ახლა კანონს უნდა დაემორჩილო ნუ ისიც კანონები იყო რასაც მაშინ ის დამპყრობლები გვიწესებდნენ ან რუსეთის იმპერია გვიწესებდა ან საბჭოთა კავშირი გვიწესებდა და ჩვენ დღეს ხო თავს ვიწონებთ რითი უნდა მოიწონოს ჩვენმა მომავალმა თაობებმა თავი თუ დღეს ჩვენ ყველაფრის მიმართ რასაც სახელმწიფო ჩაწერს კანონში თავი დავხარეთ და თქვით რომ კანონია ძმაო რა